გამარჯობა, სარბიალის პოდკასტის დრო. მომავალი სეზონიდან სერიაში ალბათ კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი ითამაშებს. ვისაც სერიაში თამაშის გამოცდილება უკვე აქვს. დღეს სარბიალის პოდკასტის სტუმარია საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფორვარდი გიორგი კვერნაძე. გიორგი, მოგესალმები. სასიამოვნოა შენ სტუმრობა ჩვენს გადაცემაში. მადლობა მოწვევისთვის. როგორ ხარ? აი, როგორ ხართ? ჩვენც აგვიჯერს. თქვენი შემხედვარე კარგად. ხო, ესე დასვენება, ხო ეხლა? კი, დამსახურებელი დასვენება. რამდენ ხანს ისვენებ? დაახლოებით 10 დღე. კიდე 10 დღე. არა, ვარჯიში უკვე დაწყებული მაქვს. დაიწყე? ინდივიდუალურად. ხო, ისვენებ. მერე? მემზადები. და სად მიდიხარ ახლა ხალხს? სხვათა შორის გუშინ მეგობრებს რო უთხარი შენზე შენ უნდა იყოს სტუმარი მეთქი. სად არისო ეკა სად მიდისო კითხეო ეგო და აგერ ვასრულებ მეგობრების თხოვნას და პირველივეს ამას გეკითხები. არა, ამ მონაცემებით ფროზინონეში ბრუნდები და პრესეზონს ფროზინონესთან ერთად ვიწყებ. ხო. და შემდეგ უკვე მართლა არ ვიცი. თუმცა ძალიან საინტერესო გუნდის სახელებმა გაიჟღერა, კალი არის. კი, სხვათა შორის მეც ინტერნეტში ვნახულობ აქ სახელებს. არა, პრესა. ანუ ჩვენზე მეტი არის. სერიოზული პრესა გაქვს. ესე სერია. იმიტომ რომ ჩვენი დირექტორი ვინც იყო სპორტული დირექტორი ფროზინონესი. ეგ გადავიდა და ეხლა არის კალი არის სპორტული დირექტორი. აჰა. და მაგას აკავშირებდნენ და მაგიტო იწერებოდა ხოლმე. შენთან არ ქონია რა მას? მე არ მისაუბრე. არა. არც აგენტის განიცე არაფერი. ესე კონკრეტულად არა ვიცი რომ რამდენიმე კლუბთან აქვს საუბარი, მაგრამ ესე კონკრეტულად არა. ან სერიას გუნდებთან, ხო? არა, მაგარია. პრინციპში აი ძალიან მაგარ წვრთნელთან მოხვდი თავის დროზე, დი ფრანჩესკო. აი რა ვიცი, ჩემთვის მე მგონია რომ მაგარი მწვრთნელია, იმიტომ რომ რომა გაიყვანა ნახევარფინალში, თავის დროზე სასუოლო გადმოიყვანა და აი როგორც ფეხბურთელი რამდენად შეიცვალე საქართველოსთან წასვლის შემდეგ იტალიაში რომ მოხვდი. ყველანაირად ტაქტიკურად, ფიზიკურად, რაც თავარია. ვფიქრობ, რომ აი ძალიან დიდი განსხვავება იყო ფიზიკურობასთან შედარებით. ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ ფიზიკურ მომზადებას, ტრენაჟორს, სირბილს და როგორც ტაქტიკურადაც კი კარგი მწვრთნელი იყო. სულ ცდილობდით მაინც რომ ფეხბურთი გვეთამაშა, სულ ცდილობდა ბურთი ამოეტანა, ტაქტიკურად რავი, ძლიერი იყო. უბრალოდ არ გაგვიმართლა ბოლოს, ისე გამოვარდით, ბოლო ტურში გამოვარდით, ბოლო წუთს. ხო, ეს უიღბლობის ამბავია ეგ უფრო. ხო და ედელია ეს. არა. ფიზიკურობაზე გამახსენდა რა, ახლა რასაც გიყურეთ იმაში. ამ სლოვაკეთში აშკარად ისხარ, ხო? კი, დიდი პროგრესი მაქვს. ხო, აი ცალს და დედამიწას შორის ფრანგ ცველებს ისე ეჭიდავებოდი და არა მარტო ფრანგებს, რომ ხშირად უგებდი. კი, მით უმეტეს სერია B-ში რაც ვითამაში, სერია B-ში უფრო დიდ ყურადღებას აქცევენ ფიზიკურ მომზადებას, იმიტომ რომ უმეტესად მაინც ფიზიკურობა არის სერია B-ში, არ მიდის უფრო, როგორც სერიაში არის. უფრო კარგი ფეხბურთელები არიან სერიაში, უფრო მეტი ბურთის კონტროლი მიდის და აქ სერია B-ში უფრო მეტი ჭიდაობა არის. როგორც ყველა ლიგაში. ხო, როგორც ყველა მეორე ლიგაში ეგ იგივე არის და ლიგაში უფრო ჭიდაობა. და აი ესეთ ფეხბურთელებს როგორიც არის მაგალითად ჩვენი ქართველები ტექნიკურები, აი თუნდაც ჩაკვეტაძე ხა მეორე ლიგაში ვარ, შენც და ის. მე მგონია რომ უფრო ძლიერ ლიგაში და უფრო ძლიერ გუნდში უფრო ითამაშებთ რა, ვიდრე აი ეს სადაც ნაკლებია ფეხბურთი, ნაკლებია ბურთის ფლობა. ხო, მე ვფიქრობ, რომ ეს ეტაპიც უნდა გამოიარო, რომ მე იქ მზად იყო რაღაც ფიზიკურად. აი ეს ახლა მაგალითად ძალიან დამეხმარა. ის სერია ვიტყვი რომ ქართველი სადაც მოინდომებს, ყველგან ითამაშებს. ესეთი რამე. ნიჭიერი. ხო მეთანხმები. კი, ნიჭიერი. მოინდომებ. ხო. აგა შეთანხმერთ. არა, მე სასიამოვნო სტილია, მართლა, იმიტომ არა რომ აქ ხარ მახსოვს რა თელავშიც თამაში და სულ ბავშვობიდან მახსოვს, მაგრამ იმას მერე მივყვეთ და მოდი ევროპის ჩემპიონატი შევაფასოთ რა, აი პირველი თამაშიდან რო გავუყვეთ და ვფიქრობ, რომ კარგად ვიასპარეზეთ. უბრალოდ მართლა რამოდენიმე ფეხბურთელი არ ვყავდა ტრავმების გამო, გოგლიჩიძე საზონომაც მართლა მაქსიმუმი გააკეთა რაც შეეძლო, 8 თვე არ უთამაშია, ტრავმიდან დაბრუნდა და ორი თამაში 90 წუთი ითამაშა. მაგის ფონზე ვფიქრობ, რომ კარგად ვიასპარეზეთ. ვფიქრობ, რომ უბრალოდ რაღაც მომენტში შეიძლება არ გაგვიმართლა კიდეც, პოლონეთთან მოვიგეთ, საფრანგეთთან. ხო, ნუ ძალიან ისეთ სიტუაციაში წავაგეთ. დასანანე წაგება. ხო. და პორტუგალიასთან კიდე.
ოდიშარიას წითელი ბარდის მერე უბრალოდ რთული იყო თამაში, როდესაც ფეხბურთელს კარგავ მესამე წუთზე და მით უმეტეს როგორი ფეხბურთელის ოდიშარია, ეგეთ ფეხბურთელს რო კარგავ, მე ძალიან რთულია, რომ თან ეხა ძალიან კარგი გუნდი იყო პორტუგალია და პორტუგალია უფრო კარგი იყო თუ საფრანგეთი? ჩემი აზრით საფრანგეთი უფრო კარგი გუნდი იყო. ჩემი აზრით საფრანგეთი უფრო კარგი. აი თამაში რო დაიწყო, სამოდიშარიას გააგდებდნენ, ფიქრობდი რომ მაგრამ მოვიგებდით. რაღაცა ისე დაიწყო, იმ სამწუთში ისე დაიწყო, ესე რიხით დაიწყეთ და ისე დაიწყო თამაში იმ სამწუთში, რომ აი მეგონა რომ მაგრად მოუგებდით. ვა. აი გიზი იყოთ რომელიღაცას ვეკითხებოდი, არ მახსოვს რომ მეთქი რა ხდება მეთქი რა. რაღაცა ისე იყვნენ და ჩვენ ისე ვიყავით, აი გამოხტულები ხო, აი მეგონა რომ მაგრად მოიგებდა, აი მაგის ფიქრი იყო, აი მომენტში ვიყავი რომ ნუ ესე ზედმეტმა ეიფორიამ მოინა, ზედმეტმა მონდომებამ და ეიფორიამ მოიტანა ციტელი. ძალიან უნდოდა რაღაცის დამტკიცება, რაღაც სურვილი ქონდა. ყველა ეგრე ვიყავით და უბრალოდ რაღაც ემოციის ფონზე ვფიქრობ, ეგ შეცდომა დაუშვა. შენს კარგი მონდომებული იყავი, იმიტომ შენ მე ოდიშარია რო გააგდეს, აქეთ უფრო აქეთ მხარეს იყავი გადმოწეული. კი, ზოგადად ფლანგისკენ ვიწევ ხო და მაქვიჯექი მე მეორე რიგში თუ მესამე რიგში რა, ანუ ოდიშარია რო გააგდეს. მარჯვნივ რო გადმოდიოდი ხო. ხო და მაგ 2 მეტრაში გიყურებდი როგორ იყავი და როგორი ეს იყავი. მონდომებული და ჟინიანი ეგ და. გიორგი, აქ აი მათ ეხ კი გასაგებია აქ მარჯვნივ იძულებით. ზოგადად მარცხნივაც თამაშობ, მარცხენა შემტევიც ხარ და ნაკრებში უფრო ხშირად ცენტრში გიწევს და აი შენთვის უფრო კომფორტული რომელია თუ სულ ერთია? არა, ანუ კი ეხლა ტრენერი სადაც მეტყვის და გუნდს სადაც დავჭირდები, ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს ეხლა. სამი პოზიცია შემიძლია თამაში ცენტრალურ თავდაცვაში, მარჯვნიდან და მარცხნიდან. მაგრამ მე სადაც კომფორტულად და კარგად ვგზნობ, მაინც ფლანგი შემტევი არის მარცხნიდან. გუნდშიც მაგავს თამაშობ ხომ, მაგრამ პირველი გოლები მაქედან არ გაიტანე? კი, იტალიაში, ხო? მაქედან მარცხნიდან. არა, უმეტესად 90% მათ თამაშობ ხომ, მაგრამ არის სიტუაციები, სადაც მიწევს ხოლმე ცენტრალურ თავდაცვაზე თამაში. სადაც ჩვენი მთავარი ვარსკვლავი თამაშობს. ხვიჩი. კი. მაინც აქ პოზიცია ირჩი. იპოვის. ესე გააგრძელოს გიორგიმ და იპოვის იქ მოუძებნიან ადგილს ნაკრებში. მოდი გვითხრა რის ხარჯზე ითამაშეთ აი ამ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს. ეხლა საფრანგეთი სულ ლაპარაკობთ, რომ ეს ყველა განცხადში ვინც იყო, ყველა ტოპ ლიგების იმაში თამაშობენ ძირითადებში, ხო? მაგითაც დავამტკიცეთ, რომ მე მგონი ყველასთან თამაში შეიძლება და არ აქვს შობა ვისაც თამაშობ. აქამდე როგორც მოვედით და რაც გვყოლას კარგი თვისება არის, ძალიან ერთიანი გუნდი ვარ. სტადიონს გარეთაც და სტადიონს შიგნითაც, სტადიონზეც. აი ფიქრობ, რომ მაგ ერთიანობით მე ანუ არ ყავს ისეთი ფეხბურთელები, როგორიც სიტყვაზე საფრანგეთს ყავდა ან პორტუგალიას. არავინ არ იყო ტოპ ლიგიდან. მხოლოდ საზონოვი იყო ერთი სერია და იმასაც 8 თვე არ უთამაშია. არ ყავდა ისეთი ფეხბურთელი, რომელიც შეიძლება მიახლოებული მაინც ყოფილიყო პრემიერ ლიგასთან და ლა ლიგასთან. აი ფიქრობ, რომ აი რაღაც აი ერთიანობით, ერთად გვერდზე დგომით, ბრძოლით და აი იმით, რომ აი გვინდოდა მოგება და აი ემოციით, ფიქრობ, რომ აი მაგ ყველაფერმა მოგვიყვანა აქამდე. ცოტაც ტაქტიკური. კი, რა თქმა უნდა, ეხლა რამოსვანაძის დამსახურებაა, რომ მაგამდე მოვით, მაგას ანუ არც მომახვევთ მაგაზე ყურადღებას. რა თქმა უნდა, იქ ტაქტიკური ცვლილებები იყო ხშირად. და მაგაზე ძალიან ბევრი მუშაობა მიდიოდა ხოლმე. და მაგანაც ყველანაირ საფრანგეთთანაც პირველი თამაში პოვენთა რო ვითამაშეთ, საფრანგეთთან რადიკალურად შესრულებული ტაქტიკით ვითამაშეთ. ხო. და მაგანაც გაამართლა, კი. მე პორტუგალიასთან ისევ შეიცვალა. ანუ მაგაზე, ხო, რა თქმა უნდა. აი საფრანგეთთან თამაში იყო, პრინციპში ხარ რა არის აქ უფრო ხშირად ფრანგების უპირატესობა იყო, უფრო მეტწილად. შემდეგ იყო ეს გარდამტეხი მომენტი, რომელმაც გადაგვირია სიხარულისგან. აი იქ რა მოხდა, როგორ ფიქრობ იმ გადამწყვეტ წუთებში? აი თავიდან როგორ იყო, იცით? ჩვენ ეგ უპირატესობა მივეცით. თავიდან ერო პირველ ტაიმში მეტი შეიძლება ბურთისფლობა მეტი ქონოდათ, მაგრამ მაინც რაღაცა ქონდათ რამდენიმე მომენტი, მაგრამ ჩვენც ქონდა კონტროლი. ხო, მაგრამ ისინიც ბურთს იჭერდნენ, მაგრამ ესე კართან ძალიან სიახლოვესთანაც არ იყვნენ. ხო, არა, ეგ არ მიგულისხმება, მე ვამბობ სათამაშო ხშირად და აი იმ 5 წუთში რა მოხდა მაინც და მაინც აი იმ ფიქრობ, რომ აი ფიქრობ, რომ აი ეს იმდენი ხანი აღნიშნავდით მეორე გოლს, რომ ყველა დაღლილი იყო ემოციებისგან, აი ეს წინა გადაცემაში რა ვთქვი რა.
აი ხახტომა ისა და აი მიწაზე ვერ დაეშვით ხო რაღაც. აი თითქოს არა და სანამ გაათამაშებდნენ მეორე გოლის მერე ყველა ვიძახდით რომ აბა არ გაჩერდეთ და კიდე ვიფიქროთ და ვითომ არაფერი ერთიდერთია და რაღაც, მაგრამ აი ფიქრობ რომ მაინც მაგან ძალიან გარდამტეხი როლი ითამაშა რა. ფიზიკურმა მომზადებამ შეიძლება მანდაც თან მაგ დროს უკვე საზონოვი დამტვრეული იყო და ვეღარ დარბა, აღარ შეეძლო. ანუ ემოციური, ფიზიკური და ტრავმაც კიდე ცალკე და თან ეხლა ძალიან ისეთი ფეხბურთელები ყავდათ. სახეზე რო უყურებდი, არ ქონდათ რეაქცია. რაღაც ძალიან სტაბილურად და ისე გამოიყურებოდნენ, ხო, რომ მაინც ჩვეულებრივად თამაშობდნენ, არაფერი არ შეუცვლიათ. უბრალოდ უფრო მეტად წამოვიდნენ ჩეტევაში. არა, 2-1-ზე უკვე ეს უკვე ჩვენც ჩავჯექით, უკვე ისინი წამოვიდნენ. თან ისიც არის, ეხა ბურთის შენარჩუნება, ესა ანგარიში შენარჩუნება გინდა და თავდამსხმელი რო დაგემტროს, კიდე ხო აიტან და ეხა ცენტრალური მწვრთნელი რო გემტრევა, როგორია? თან ისე თან წავყვანილი. როგორი ფიგურა. რა ქვია და ზუსტად მაქედან არ წავიდა მე ეს არა ქვია. კი, ორივე გოლი მასე. გიორგი, მანამ რამაზი მოვა ახლა ჩვენთან. იქამდე შენს კითხავ, ისევ კუთხურზე უნდა უკითხო, რაზეც ვამბობ, ორი გადაცემა ვლაპარაკობ მაგას, რომ ფრანგებთან პირველი კუთხური გახსოვს? მთელი გუნდი რო კარის ხაზზე ჩახვედით იქ მე ფრანგების კარის ხაზზე რო და რო ვლაგდებით ხოლმე? ხო, ფრანგებთან მეცათვალში რა, ეგ რა განსაკუთრებით, რომ ეს ამხელა მე თქვა დარჯანიან თქვა ბაყბაყდევები ეს ფრანგები რა იმ ხელები ძალიან მაღლები პორტუგალიის შედარებით დაბალი ხო მაგას ვიძახი რა ძალიან ხო ისეთი დიდები თუმცა ეგ მახსოვს ხო სწორად აღნიშნე მაკედონიასთანაც აკეთებდით კი ბევრჯერ გვაგაკეთებული და ამ ფრანგებთან საგანგებოდ დაგავალათ იმან რამას მარო აქ კარის ხაზზე ჩაიყვანეთ მცველები და გაათამაშეთ ეგ იცი როგორ არის ზოგადად ჩვენ ვართ დამოკიდებული მოწინააღმდეგე გუნდზე იმათი მიხედვით ვალაგებთ ხოლმე გიორგი ადამია დამხმარე მწვრთნელი ვინც მაგ კუთხურებს ალაგებს დაცვასაც და შეტევასაც იყო ფრანგებთან ანუ ბევრნაირ რაღაცებს ვაკეთებთ რა იყო ფრანგებთან რო ჩალაგებაც ჰქონდა იყო უკანაზეც მივდიოდით იყო გათამაშებაც ჰქონდა ანუ ცლით რომ არის ფიქრო რომ მხოლოდ ერთს ვაკეთებ და მომზადებულები არ დაგვყვნენ ხო რაღაც აი განსაკუთრებულად აი ჩავლაგდეთ მაგასაც ვცდილობთ რომ აი ჩავლაგდეთ და პირველზე გამოუშვით მაგრამ იმდენად მაღალი ფეხბურთელები ყავდა. იქ ჩაწოდებას აზრი არ ქონდა. კაპიტანი. ხო, რა, ამ სიგრძეზე. ძალიან დიდი იყო, ხო, ეგეთი ცენტრალურთელი მართლა. გიორგი, აი ერთ წინა საუკუნეში მაგალითად ეხა წინ თავდამსხმელ შემდგომ ესე გარემარფს მაინც და მაინც არ ევალებოდა უკან დაცვაში ჩამოსვლა და ასე შემდეგ და ეხლა უკვე აუცილებელიც გახდა შენი ამპლუის ფეხბურთელებისთვის და აი რამდენად ეგუები და თვითონ იტალიაში რამდენად დახვეწე ეს კომპონენტი. ეგ სხვადასხვა თავიდანვე მქონდა, ხშირად ჩამოვდიოდი ხოლმე დაცვაში და ვეხმარებოდი ნაკრებშიც და ისეც გუნდშიც. ვფიქრობ, რომ ძალიან რთული არის გუნდისთვის, როდესაც მაგალითად 11-ზე მიდის თამაში და ერთი ფეხბურთელიც რო გამოგაკლდება დაცვაში. ხო, ძალიან რთული არის შემდეგ თავი დაცვა. როდესაც ის თავდასხმელიც გეხმარება, უფრო მეტად უმარტივდებათ მცველებსაც და ანუ შენ გუნდელებს რომ თავი დაიცვან. და ვფიქრობ, რომ აი ყველაზე კარგი, ანუ მეც მაქვს ეგ თვისება და აი კვარასაც აქვს, რამდენჯერ ჩავიდა უკან ეხმარება დაცვას. ვფიქრობ, რომ აი დიდი ფეხბურთელებიც კი აკეთებენ მაგ ყველაფერს და ჩადიან უკან და ეხმარებიან თავის გუნდს. ხო, უკვე აუცილებელი გახდა და მით უმეტეს იტალიაში მაგას იტალიის სხვადასხვა ძალიან ბევრი ისეთ რაღაცებს აქცევენ ყურადღებას. ერთადერთი ლეაო არის, რომელიც უკან არ ჩადის იტალიაში. ცენტრის ხასიკეთ არის. ერთადერთი ფეხბურთელი არის, რომელიც უკან არ ჩადის. მაგიტომაც რო სტაბილურად არათამაშებენ იმაში რა. აუ მაგ ლეაოზე ის კასანო როგორ არის გადაკიდებული რა დღეში აკეთებს. გადაცემას არ ტოვებს რომ ეგ არ გააკრიტიკოს თან რა დასცინის. ჩვენთანაც ჩვენც რო ვეთამაშეთ, ხო ვუყურებდი ხა რომ აი დაახლოებით 3-4 სპრინტი ქონდა გაკეთებული და ისიც მხოლოდ წინ. არც უკან და წინ საერთოდ დარბო. ხო, ეზარება. მაგრამ იმ 3-4 სპრინტში გოლი და საგოლი გააკეთა. რამხელა იმესავით კენგურუსავით დარბის ის. შენი როგორც თავდამსხმელის ყველაზე დადებით თვისება რა არის როგორ ფიქრობ სივრცეში. გაქცევა ალბათ სისტრაფე. ეს აი ხაც 21-ს რო თამაშობდით, სვანას უმაგას მეუბნებოდა რომ სისტრაფეზე გააკეთე აქცენტი და ფეხში არ ჩამოხვიდე და უფრო მეტად სივრცეში ეცადე ბურთის აღება. იმიტომ რომ ეხა მაინც ცენტრალური მცველები ამ ხელა სიმაღლეს რო არიან, მაგათვისაც ტექნიკა. მაგათვისაც რთულია რომ მაგენ არ არიან ეგეთი სტრაფები. როდესაც ძალიან მაღალი ცენტრალური მცველი მაგისთვის რთულია მაინც ფეხბურთელის დაჭერა. ფეხში რო მოდის და მაღალ ბურთზე უფრო მარტივია და სივრცეში გამოგიყავს ფეხს და სივრცეში როცა გიგდებს უფრო რთულია.
და ხშირად გეძლევა ეგეთი კი უმეტეს შემთხვევაში სივრცეში აქაც იყო და რაშიც უნდა მოუმატო? რაზეც გეუნებიან? ალბათ უფრო მეტად შედეგიანობა. გოლები. კი. ძალიან ბევრ მომენტს ვქნი, მაგრამ დასრულება მიჭის, აი იქამდე მივდივარ და შემდეგ 7 მეტრებში 20 თუ გაგაქვს კაი გოლი გაგაქვს, ახლა ისე არ ეგ მაქვს ხო, რომ აი 3 გოლი გავიტანე სერია B-ში და 2 საუკეთესო გახდა თვის. ხო, საუკეთესოები გახდა. ის ბოლო წუთზე მას საჯის დამატებულზე 97-0-ში აგდე რა. ეგ ბართან გავიტანე, ხო? არა ეგ არ გამختარა. სალენიტანასთან რო გავიტანე, ეგ გახდა და ბრეშასთან. რა ვიცი, მე ის ყველაზე მეტად ეგ მომეწონა. ბართან რო გავიტანე. ეგ როგორ ირჩევენ მაგას? ხალხი ირჩევს თუ თვითონ? ეგ როგორ არის? თვითონ გამოაქვთ გოლი, აქ როგორ არის იცი? იმ კვირის გოლი გამოაქვთ. ხო. შემდეგ კვირის გოლი ირჩევა, ხალხი ირჩევს და შემდეგ ის კვირის გოლები ხო. მერე გამოაქვთ თვის გოლი. ეგ ისე გახდა ეგ 2 გოლი საუკეთესო, რომ ქართველები არ ჩარეულან. კი, როგორ არა. ჩაერენენ. ჯეოთიმის დახმარებით. მაგაში ძალიან მაგრები ვართ ჩვენ. ყველაზე მაგრები ვართ. მაძრი არ ქონდა. ჯეოთიმი 90 წუთი კიდე არის რამოდენიმე გვერდი, ვინც პირდაპირ გადააქვს ხომ ეს თორიზე დებენ და სულ დამთავრებული უკვე აზრი არის. ფანჩულია გავხადეთ NBA-ს ვარსკვლავი. ხადეთი მაგაში დურანს გაასწრო რომ იმდენად ვიგებდი ხოლმე, ანუ ვაგებდი ხოლმე და ამათ რო ჩავუგდებდი რომ ესეთ სიტუაცია აი დაახლოებით 1 საათში, 2 საათში იმხელა პროგრესი მქონდა ხოლმე რომ აზრი აღარ ქონდა, აფთავრებდნენ ხოლმე ადრე. და პირდაპირ ხდებოდა. ერთი მაგაში ჩატარდეს სოფლიოს ჩემპიონატი რა. მაგაში მადალი არ უყავს, ბეთო. იქ საფრანგეთში ზურიკომ ხომ მოიგო ეს ახლა ზურიკომ მაგარი გოლი გაიტანა, იქ რა თქმა უნდა, რომელიც გახდა, მაგრამ იქ გოლები იყო ის 8 გოლი, სხვა დანარჩენი გოლები, ძალიან მაგარი გოლები. არა, კი, არის რამოდენიმე გვერდი, ვინც ეხმარება. მე როგორც ვიცი, სკვარამ რო ის გაიტანა ატალანტასთან, აი მასში არ ჩარეულან ქართველები. რატომღაც ესე მახსოვს. სერია საუკეთესო გოლი, ესე რომ იქ მგონი მოასრიალა იქ ყველაფერი. იმაში არ უნდა ჩარე. იქ მე მგონი ის იყო თვითონ შიდა იტალიური. გიორგი, რა უნდა კითხო? ყვარას პერიოდში მოგიწეა იტალიაში ხო? იქ იყავი რა, მოკლედ რო ხო, ნუ ყვარა რო დებიუტი მქონდა ნაპოლიონი, მაგრამ ყვარას ტრავმა მქონდა პირველად. ხო, მახსოვს ეგ. გითხარი რა, მაშინდელი ამბავი რა ხდებოდა? მაშინ ხო ნახევარი საქართველოს კვირაში ერთხელ იქ იყო, რა ქვია. ნეაპოლში ბექნა და ნახევარ საქართველოს კი არა, მთელი იტალია ყვარაზე მაშინ ისეთი ამბავი იყო, რომ გაიგესო ქართველები ყავიყო რა ყველა ჩემი გუნდელების ყვარას მაიკადა, გთხოვე თამაშის შემდეგ ყვარას მაიკადა. კი დაჟე გამოვარჩი კიდეც რომ ჩემ გუნდეს კაპიტანს უნდოდა და კიდე ერთი 10 ფეხბურთელმა მთხოვა, მაგრამ 10 მაიკას ხო არ მომწია. გუნჩი ხო და ისე თამაში რო ქონდა ნაპოლისთან გასახდელში რო შემოვედით, ეგრევე გთხოვ გადი სანამ გამოიცვალა და წავიდა რომ მაიკა გამოარჩია. შენი ზოგადად რა ხდებოდა ყვარას? არა, ყველა აფანატებდა. აი მართლა არა მარტო ნეაპოლში შემდეგ, არა მარტო ნეაპოლში, პირველი სეზონის შემდეგ სკუდეტო რომ მოიგეს, აი ყვარაზე იყო, აი რა. მართლა მთელი იტალია ყვარა იცოდა საერთოდ ყველა. აი პატარა ბავშვიდან დაწყებული რავი 60-70 წლის ოდნა მაინც ვინც უყურებდა ფეხბურთს, ყველა მიცოდა. მე მასა გიორგი მითხრა დარჯანეამ რა, იქ იყო ტურინში იყო იმ პერიოდში და ნუ ტურინში ხა წარმოვიდგინა ნეაპოლისისა და ვიღა ბავშვებსო ისაც ვთქო ყვარას მაისურებიო ტურინში ხა წარმოვიდგინა პირველი მტრები არის პროზინონეში ჩეუბრია იცოდ. ამ მაისურზე გამახსენდა რა, ეხლა პირველი თამაში ხო ყვარამ დაგლიჯა იქ ვერონასთან რო 5-2 მოიგეს, სულ პირველი და მეორე თამაში ჰქონდათ მონცასთან. იქ 2 გოლი გაიტანა კიდე და ერთი ისეთი თავისებურ სტილში რო აქვს რა, იქ მარცხინა რო აჭრის ხოლმე რა და თამაში ხო თამაში რომ მორჩა, ესე იგი წარმოიდგინე ჯერ ერთი ტურია გასული რა და თამაშის მერე მოდის მონცას ფეხბურთელი და ჩქარა მაიკა გამიწვალე იქ მერე მეორე მოდის იქ ჯერ ერთი თამაშია კაც ნათამაშები წარმოიდგინე რა მერე რომ დავხედე ვინ იყო უბრალოდ ავტორიტეტი მაინტერესებდა ის ფეხბურთელი სხვადასხვა იტალიის ნაკრების ახალგაზრდულის წევრი იყო რა ის მონცას ფეხბურთელი ესე იგი რამ უნდა შექმნა რომ პირველი თამაშის მერე უკვე მოგცენ უკვე გთხოვონ მაისური რა გიორგი, აი, ყვარა შევეშვათ დროებით. მე რა გამოლევს მაგ სალაბარას ყვარას თალბას რა უნდა კითხო. 22 წლის ხარ, უკვე ახალგაზრდული სასაკი და დამთავრდა. აიყო. ხო.
რას აპირებ ახლა? აი კლუბი კარგი გასაგებია. რა თქმა უნდა, მიზანია ჩემი თავარი, ეგ ბავშვობიდანვე რომ ეროვნულ ნაკრებში ვითამაშო და მე რამდენად მზად ხარ ახლა? აი ახლა ხვალ რო დაგიძახოს წყნელმა. რას ველოდოთ ჩვენგან? ფიქრობ რა მზად ვარ და ჩემ მაქსიმუმს გავაკეთე და მაგას უკვე ვილსანიორი და შტაბი გადაწყვეტს. ანუ ესე ხარ, რა ქვია. კი, რა თქმა უნდა, ეგ იყო თავიდანვე მიზანი, ეგ 21-ებში რა თამაშობთ, რომ შემდეგ ეროვნულის ყველა ფეხბურთელის ოცნება არის საერთოდ, რავი. რომელი არის ფეხბურთელი, ვისაც თავისი ეროვნული ნაკრების ფორმით არ სურს თამაში. ხა ფეხბურთელი რო ხარ, ეგ არის პირველი мотиваცია შენთვის და ერთადერთი მიზანი, რომ აი შენი ეროვნული ნაკრების ფორმას რო ჩაიცვა, მე როგორ ყველაფერი იცვლებ. კაი, ახლა ერთ ცოტა უხერხულ კითხვას დაგესვამ, შენი გუნდი აი ამ 21 წლამდელებიდან ევროპაზე რომლებმაც ითამაშეს, ყველაზე ახლოს ვინ არის იმასთან, ეროვნულთან? ყველაზე ახლოს? ნუ აი საზონოს და აზაროს არ ვთვლით, იმიტომ რომ ხარატიშვილი ვართლა იძახე, მაგას. ფიქრობ, რომ ყველაზე ახლოს ეგ არის ეროვნული. ახლა ძირითადში გეუნე, ძირითადში რო ითამაშოს. აიხედე, ეროვნულ ნაკრებთან შენს უკან გაიხედე რა მაისური კიდე. კი, მაგრამ ეროვნულ ნაკრებთან ვინ არის ლორიამას დაამთავრა სამნაკრებო კარიერა და ფიქრობ, რომ ყველაზე მოხვედრა, რომ მოხვედრა ძირითადში შეიძლება ვერავინ ვერ მოხდეს თავიდან. და ყველაზე ახლოს ფიქრობ, რომ ლუკა ხარატიშვილი. არიან რამოდენიმე ფეხბურთელები, ვინც შეიძლება შემდეგ გამოძახებაზე იყვნენ ეროვნულ ნაკრებში, მაგრამ ფიქრობ, რომ ყველაზე ახლოს მაინც ლუკა ხარატიშვილი. გიორგი, მოდი აბა იმას გავყვეთ ახლა უფრო აი ბავშვობის თემას. მე როგორც ვიცი ვარ კეთილში დაიწყე. კი. და ვიცი ეგ სტადიონი სადაც ვარჯიშობდი, იმიტომ რომ გამიგია და შემდეგ აი იყო საბურთალო და შემდეგ იყო ნორჩი დინამო ცოტა ხნით. ხო? კი. და აი როგორ მოხდა აბა? მოიცა, გინდა მანამ გიორგი იტყვის სასაცილო ამბავს გეტყვი, რომ უთავდებოდი გიორგის სტუმრობაზე. მისამართს უხსნი, რომ ესო მომწერე მისამართიო, სად მოვიდა და მე საბურთალო სკოლა ხო იცი მე. ბენდელა სტადიონი თუ იცით. ხო და 9 წელი მოვთამაშობდი. აქ მახსოვს და ეხლა ზეპირად მახსოვს ეხლა ფოტოსაც. თავიდან თამაშობდით იოსებიძეზე 171-ის წინ რო არის, დაახლოებით 2 წელი თუ რაღაცა, შემდეგ გამოგვიყვანეს აქ, დაახლოებით 6 წელი მაინც ვიყავი. და ვარკეთილში რამდენი ხანსი არის? ვარკეთილში ვიყავი დაახლოებით 2 წელი. მოკლედ 5 წლის ვიყავი რო დავიწყე. მე მქონდა ნორჩი დინამოსთან თამაში და გოჩახიტირი იყო მწვრთნელი და მოვეწონი და წამიყვანა დაახლოებით ვიყავი 8 წლის, 7-8 წლის და დაახლოებით წელიწად ნახევარი ვითამაშე ნორჩი დინამოში და შემდეგ გადმოვედი საბურთალოში დაახლოებით ვიყავი 9 წლის. აი ნორჩი დინამოში მე და ლუკა გამომიყვანეს, კი. მე და ლუკა ხარატიშვილი ერთად თამაშობდით ნორჩი დინამოში. და მე გამოგვიყვანეს ერთად საბურთალოში. აქ ვინ დავხვდა? აქ იყო დავით ბერიძე. კი, და იმნაძე დამხმარე. ხო, გიგლასშვილს ამბობს. დათო იმნაძე. კი. ხო და მაყურებელს ვაჩვენოთ ფოტო არის, სადაც საუკეთესო ნახევარმცველის პრიზი უკავია 9 წლამდე. ესა ბენდელას თასზე, მაშინ 9-9-ზე იყვნენ და ბენდელას თასის საუკეთესო ნახევარმცველი გახდა გიორგი კვერნაძე და იქ ღადაობა რა არის, რომ საუკეთესო თავდამსხმელი ლუკა გაგნიძე გახდა იმ ტურნირში. ის ნახევარმცველი იყო შეცვალეს. ხო, შეცვალეს და მახსოვს თენ თამაში. მარტო საბურთალო დინამო თბილისში თამაშობდით ხოლმე იმას რა ქვია, ფინალს. ყველა ასაკში ეგრე იყო. მარტო საბურთალო დინამო თბილისში ლოკომოტივის სტადიონს ვითამაშეთ ერთხელ პენდელებში წავაგეთ, მანდაც საუკეთესო თავდასხმელი გავხდი. მე მხოლოდ საუკეთესო თავდასხმელი გავხდი მანდ. და მანდაც დინამო საბურთალო ჩვენ ვიყავით, აი გაგნიძეს და მაგათ ვითამაშობდით. ყველა ასაკში ეგრე იყო, განუყოფლად ყველა ასაკში. მერე წამოვიდა კარგი ლოკომოტივი, შემდეგ ანუ GFF-მა გააკეთა კარგი 35 წელი. პრინციპში ახლაც ეგრე არ არის. ახლაც ხო ეს ორი სკოლა დინამო და საბურთალო სკოლა ჭიდაობს თითქმის ყველგან რა. და მერე მოგვუყევი ამ საბურთალო სკოლას, ვინ დაგიაწინაურა მერე. ნორჩი დინამოში თამაშობდი, შემდეგ გადმოვედი დავით ბერიძესთან ვიყავი. უკვე ასაკობრივი ჩვეულებრივად რა, როგორც არის. 13 იყო ალბათ? ხო, დაახლოებით. ეგრე იქნება. ყველა ასაკობრივი გამოვლენილი და საბურთალოს ყველა ვითამაშე საერთოდ. დუბლები ეროვნულ ლიგაშიც ვითამაშე. საერთოდ ყველა ასაკობრივი ვითამაშე. დუბლებში 19-ში ხო იყავე? 19-ში 19-ში. ნაკრებში? კი. ხო, მაგას. კი, ევროპაც ვითამაშე. ხო, მაგას გულისხმობ. და მე ელიტ რაუნდში ტრავმები მეორე თამაში. დუბლებში უკვე ის იყო, ჭელიძე ხო, გიორგი.
ჭელიძეს თავიყავი და თავიდან მე ეროვნულ ლიგაში რო ამწიეს, შუბითიძე იყო ტრენერი. ხო გახსოვთ? კი, როგორ. და მე კორღალიძე მოიყვანეს. ლევან. ხო, და მე გადავედი უკვე პრეზიდენტი რო იწყებოდა თელავში გადავედი განათხოვები. ბოდიში, წააგო კორღალიძე. იმას რა ვქვია, სუპერთას. ეგ არ ითვლება. ის ლელიგას გავყვებით. ეს არ ითვლება. წაუგებელი სერია აქვს, ხო? ხო, წაუგება ჩვენთან რომ მოვიდა გადაცემაში პირველად. და იმის მერე ესკნა რა ვქვია, არ წაუგია თამაში და ეხლა ვყავდა ერთი. აი, მალმიოსთან არ წააგოს, რაც თავარია და ისე იბერია, აი საბურთალო, ეხა იბერია სტაბილურად იყო სულ. აი, სულ სტაბილურად სამეულში ხდებოდა, ან თას მაინც იგებდა ხო? არა, ეხლა ხო რამდენი წინა სექტემბრის მერე, ხო, სექტემბერი არ იყო, რომ ვყავდა თამაში, არა, 30 თამაში არ წაუგია. საქართველოში, აი, თელავში მართლა თვალში მოსახვედრი ფეხბურთელი მაშინ ჭელიძემ წამოყვანა, ჭელოსთან გადავედი. კარგად ითამაშე, მახსოვს კაი გოლებიც ერთხელ მახსოვს ვინ არის ეს ბიჭო, კითხულობდნენ ამხანაგური თამაში იყო 4 როლი მორჩა. ეხლა ქვედალიგელთან და ძალიან მაგარი გოლი გაიტანეს აფიკაცი ბოატყვე და თელავში აი რა როგორ გაიხსენი რა ის იყო აი რაღაც გარდამტეხი მომენტივით იყო ეგ მე მგონი შენს კარიერაში როგორც მახსოვს პატარობაში კი აი ჭელიძემ დამირეკა რომ გადმოდიო თელავშიო მე უბრალოდ ის სიტუაცია იყო რომ დუბლებში მიწევდა საბურთალოში დავჭი დუბლებში უნდა დამიწყო პრესეზონი და უბრალოდ შემდეგ არ მინდოდა რომ ეროვნული ლიგიდან უკან დავხეულიყავი და მე ჭელიძე დაინიშნა აკრას თელავში და დამირეკა რომ წამოდიო თელავშიო და წავედი თელავში. გარდამტეხი პერიოდი ფიქრობ ის იყო რომ გარდამტეხი როლი ითამაშა იმან რომ ჭელიძე იყო ტრენერი და ძალიან მეხმარებოდა თან ვიცნობდი დუბლებში ჭელიძე მამწია და აი ისეთი გუნდი იყო რა ანუ ეხა სამეულისთვის და მოგებისთვის არ ვიბრძოდით და მაგანაც თავისი როლი ითამაშა რომ ანუ რაღაც დასამტკიცებელი გქონდა რომ დავრჩენილიყავით ეროვნულ ლიგაში. თუმცა მერე იყო რთული პერიოდი ბათუმში რო წახვედით უთამაშებელი და პრინციპში მე მგონი მაგის გამოც მოხდა რომ წინა ევროპის ჩემპიონატი 30 წლამდეებში ვეღარ ყველაზე რთული პერიოდი ეგ იყო ბათუმის პერიოდი იყო ყველაზე რთული. მაგიტო კი შეიძლება არ მაგიტო ვერ ვითამაშე იმიტომ რომ 21-ები მანამდე თელავიდან ყველა ვითამაში რამოსვანძესთან ვიყავი იმ 21-ებში რომელსაც ევროპა უნდა ითამაშა. ხო, იყავი და მე არის ევროპაზე არ ვიყავი. ევროპის წინასწორები ვიყავი და უბრალოდ ევროპაზე არ ვიყავი, იმიტომ რომ დაახლოებით 10 ბოლო 10 თამაში უკვე განაცხადიც აღარ ვიყავი ბათუმში. ტრავმა თუ უბრალოდ კონკურენცია? არა, უბრალოდ ალბათ ვფიქრობ კონკურენცია. ახსოვს ეგ რომ გაფართოებული მასში იყო, ხო? მოსამზადებელი მასში იყო, რა ვქია, შემიძლია. სხვათა შორის ნუკრი რევიშვილმა ჩვენს გადაცემაში დაანონსა, უბრალოდ სახელი გვარი არ თქვა 2003 წელს დაბადებულს. ნახავთ სერიაში მალეო. ხო და თავი ვინტრიეთ და ბოლოს როგორც იქნა მივხვდი. წარმოიდგინეთ როგორ რთული იყო თელავი ვითამაშე და შემდეგ ბათუმში წავედი. აი სეზონი საერთოდ არ მითამაშე, ძალიან ცოტა თამაში ვითამაშე და აი მამუკა ჯუღელის და ნუკრის რევიშვილის დამსახურებით წავედი სერიაში რომ უყურე ჩვენთან მაგ პოდკასტს რო თქვა არა ეგ მე წავიკითხე მე მოღებული იყო ეგ და წავიკითხე ხო და ესეთი უთამაშებელი ტოპ 3 ლიგაში რომ იყავ ხარ ძალიან რთულია ჩემთვისაც რთული იყო იქ რო ჩავედი ნაპოლის წინააღმდეგ რო ვითამაშე ძალიან რთული იყო საერთოდ სხვა ისე შეგიძლია შეადარო ეს იტალიური და ჩვენი ესა ფეხბურთი. რომელ ასპექტში? ბრავო, ზოგადად. ზოგადად ლიგა. აი მართლა როგორც სადა დედამიწა იგრი არის. ხო, ძალიან დიდი განსხვავება. ანუ ყველაზე ისე თვალშესაცემი სხვაობა რა არის? ფიზიკური მომზადება თუ ფიზიკური მომზადება ვარჯიში. აი მაგალითად სულ ტრენაჟორი, სირბილები, ხო, თამაშის წინა 2-3 დღით რომ აღვიდგინოთ ის ენერგია, რომ თამაშზე მომზადებულები ვიყოთ, თორე დანარჩენი სულ არის ფიზიკური მომზადება. ოც თამაშის მერე 2 დღე აგდიანები, გა? არა, რას ვთქვი, თამაშამდე 2 დღე უბრალოდ არის რაღაც ტაქტიკური ვარჯიშები, რომ აღიდგინო ის ძალა. აი თამაში ვინც თამაშით, ყველაზე ვინც თამაშა 90 შე მეორე დღეს აღდგენა აქვს, ვინც არ ითამაშა პირდაპირ ტრენაჟორი და სირბილები იწყება. და უკვე მესამე დღე შენც იწყება. კვირაში 3 დღე ეს არის. კვირაში 3 დღე არის დაწვრთვა, 1 დღე ტრენაჟორი და 2 დღე მაღალ ტემპში ან სირბილი, ან თლიანზე თამაში, ან რაღაცა ეგეთი. ეგ ახლა პროფესიონალის მაგალითია. კი, ხო, მე მეტი ამ თამაშია და ეხლა სხვა გუნდებიდანაც ძალიან ბევრი ლეგიონერი ვყავდა და უმეტეს შემთხვევაში ეხლა ტოპ გუნდები რომელიც არის ინტერი, მილანი, იმათაც აქვს, მაგრამ იმათ უფრო მეტად უფრო
ბურთი და უფრო ისეთი ვარჯიშები აქვს ტაქტიკური ხო იქ უკვე ჩამოყალიბებული და აქ უკვე სადაც ახალგაზრდული გუნდი არის იქ უფრო მეტად აქცევენ იბრაჰიმოვიჩი ხო იყო შენი გუნდელი ეს კი პატარა იბრაჰიმოვიჩი ბაიერნის ფეხბურთელი ერთი რომელ ფეხბურთელზე მინდა იცი კითხო ხა ბრაზილიის გულშემატკივარი ვარ და უბრალოდ მაინტერესებს რეინიერი ხო და რა მოუვიდა რატო ვერ თამაშობს ერთ დროს ითვლებოდა რეალმა იყიდა და რაღაც ახალი კაკა უნდა ყოფილიყო და უცებ გაქრა ეროვნულშიც თამაშობდა ხო ეროვნულში რამდენი თამაში სხვათა შორის ძალიან მაგარი ბიჭია მაგარი რით აი მე მომწონდა ჩემი მოდელი რო იყო ანუ რაღაცა აკლია იმის გამო რომ მანდაც ვერ თამაშობს ბრაზილიელია ყავდა მეორე გუნდელი თავის ხუშტურები აქ და რა ყავდა მეორე გუნდელიც ბრაზილიელი მაგრამ ეს მართლა ბრაზილიელი ბურთანაც ურთიერთობაში მართლა ბრაზილიელი და ძალიან მაგარი რაღაც ტრენერს არ მოწონდა არა თამაშები ხასიათითაც ბრაზილიელი ალბათ ხო რაღაც მოეტრიანებოდა და დაადებდა თავს წავიდა და ყავდა სამი ბრაზილიელი ყავდა გუნდში ეგ კაიო ჟორჟე ყავდა კიდე იუვენტუსიდან თუ გახსოვთ ეგეც რა მე არ მახსოვს რომ ვარჯიში თავიდან ბოლომდე ჩაეტარებინოს ხო რა ეგ მანჩესტერ სიტის კაცი იყო მეც არ ჩაეტარებინოს რა ვქვია რომ ფეხი მტკივა და აი 90 აი კვირაში მაგალითად 6 ვარჯიშს რო ვარჯიშობდით 2 თუ ჩაატარებდა თავიდან ბოლომდე ის ხო ჩვეულებრივია რომ 10-დან 9 ბრაზილიელი ნუ მე აგვიანებს მაგრამ ამას რა ქონდა ის ქონდა რა ვქვია ორივე მუხრინა ოპერაციები ქონდა და მაგიტოც იმაშვებოდა რა მაინც ბრძოლაში არ შემოდიოდა და ეგეთი ისინი ქონდა ხო თავს უფრთხილდებოდა მაგრამ ხო არა ეს ბრაზილიელები ცალკე ფენომენია ყველა გამიგია ჯერო ეს არა მე როგორც ვიცი ქართველები შედარებით უფრო მეგობრდებიან ვერა კი ძალიან კარგი ურთიერთობა ქონდა კი ზოგადად ხა სამხრეთი რო არის ზოგადად ისა რა ქვია ლეგიონერი ვინც იყო ვინც უცხო ქვეყნიდან ვიყავით უმეტესად მაგათ ქონდა ხოლმე მაინც ხო დაყოფილია გინდა კლუბში გინდა ნაკრებში მაინც არის რა გუფებად რა კუტოკები ხო არის რა კი და აი მაგათთან ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა ვინც სხვა გუნდებიდან ვიყავით და ვინც ცოტა ინგლისურად ლაპარაკობდა ხო მაგათთან უფრო უკეთი ისეთი ურთიერთობა მქონდა რა სტადიონის გარეთაც მქონდა ურთიერთობა იტალიელებმა არის ეს იტალიელები არ ლაპარაკობენ ინგლისურად ხო შენ როგორ იტალიურთან როგორ ეხლა უკვე დავიწყე ლაპარაკი ესა თავიდან ცოტა გამიჭირდა რთული იყო მაგრამ მე დავიწყე მე მაინც არ ლაპარაკობენ საერთოდ აი რავი 90%-მა არ იცის ინგლისური. ზოგმა იცის, მაგრამ არ ლაპარაკობს. და მე მაინც გამიჭირდა ის იტალიური სწავლა, იმიტომ რომ უმეტესად მქონდა ურთიერთობა, ვინც ინგლისური იცოდა და უმეტესად ინგლისურად მქონდა ურთიერთობა. ხოლო იტალიელთან მქონდა იტალიურად. ტრენერმაც ეუსებიო წამერგინა მხედონის ტრენერი იყო ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი ეკნა თამაშები და ინგლისური იცოდა, აი რა. ძალიან ისე რა. ხო, მაქსველზე თავიდანვე იმიტომ დავიწყე რომ მართლა უნიკალური შედეგები ჰქონდა მე რატომღაც ის სასწავლო მაგან გადმოიყვანა თავის დროზე და რატომღაც მე ძალიან ქვევით დაეშვა. წამოვიდგინე ფროზინონეში იყო და იქიდანაც გავარდით. ეხა იქ იყო რა ვენეციაში იყო ისიც გავარდა სერია B-ში, სერია A-დან. ბოლო ეს ორი სეზონში ორი გუნდი გააგდო სერია B-ში. აჰა. ო ეხა სტუდენტებშიც არის შედარება. ხო, მაგაზიც რთულია რა. გიორგი, ვინმე ყავს ესეთ მისაბაძე ფეხბურთელი? რონალდო. ხო. აი მისაბაძე თუ მიბაძვას გულისხმობთ რონალდო ფიქრობ რომ აი ეგ როგორი პროფესიონალიც ეგ არის, ეგეთი პროფესიონალი მართლა არ ვიცი. ეგეთი სპორტსმენი არ არის. ეგეთი სპორტსმენი ხო, მარტო ფეხბურთში არ ეგეთი სპორტსმენი არ არსებობს. ისა ჩვენი ნაკრების ფეხბურთელების უმრავლესობას რონალდო უფრო უყვარს ვიდრე მესი. უფრო. როგორც პროფესიონალი. კიდევ ეს უყვარს. ჩაკვეტაძეს. ო. გუნდი. ყვარას ხო? არა, ყვარასთვისაც რონალდოა ყვარას. ჩაკვეტაძე კიდევ უფრო მეტი როგორც მახსოვს რონალდუისტი. ხო, უბრალოდ ეგეთი პროფესიონალი მართლა რა ვიცი. ამ ხელოდონეზე აქ ნათამაშები, აი ეხლა მაინც რამდენი წლის არის? 38 თუ 39 ხდება რა. რონალდო 40-ის არის. 40-ის არის ხო? გახდა. ხო, და წარმოიდგინე და ისევ იგივენაირად ვარჯიშობს, უფრო მეც ვარჯიშობს. და უფრო მეტად ინახავს თავს, აი ძალიან რთულია, მაგაზე რთული რა უნდა იყოს. და წარმოიდგინე ყველაფერი აქვს ვაფშე, ყველაფერი აქვს მოგებული და ყველაფერი აქვს საერთოდ. არა, ყველაფერი არა აქვს მოგებული და ზუსტად მაგასაპირებს. ზუსტად მაგიტოა ახლა იქამდე რომ მაგასაპირებს აქვს რა, უკაცრობ სოფლიო უნდა და ხო უკაცრავად.
რა 40 წლისაა კაცი და მსოფლიოზე ემაშვება, იქაჩება, მოგება უნდა და სულ არაა გამორი ისეთი გუნდი ყავს ახლა ისეთ პორტუგალიაა რომ ორი მიზანი დარჩა კაც 1000 გოლამდე უნდა ავიდეს და 1000 გოლამდე არ დარჩენია ბევრი. ბევრი არ არის. არა ახლა არაბეთში დარჩა და იმას იზავს, მაგიტო დარჩა მე მგონი რა რომ უფრო მარტივად გაიგო. მაგრამ მე მოусვინე თვითონ თქვა რომ ჩემთვისო არა აქვს უმნიშვნელობა 1000 გავიდან თუ 9. ეგ თქვა, მაგრამ ნუ ახლა ქვეცნობიერად მაინც შენ ამდენად უყურებ შენ სტატისტიკას. აი როგორ ამდენად სტატისტიკას? ხო. აი ხო. არა. აი ახლა კიდე თუ სტატისტიკას მიუდგებით ხოლმე რომ ძალიან რთული სიტუაცია მაქვს. რონალდოზე თქვი პროფესიონალი ეგეთი არ მინახიაო და შენ ამ ბავში როგორაა? აი მეც ვცდილობ მაქსიმალურად მივბაძო. არ გვეხოლმე რეგე? სხვათა შორის იშვიათად. ხო, აქ რო ჩამოვდივარ დასვენების პერიოდში. იქით ძალიან ბრუნდები წონეთ, ხო? აქ რო ჩამოდიხარ. არა. არა, არ მაქვს. არა, ეთყობა ეხა რა. არ მაქვს. პირიქით. როდესაც ვარღვევ, მაგროს ვიკლებ. თუ არ ვარჯიშობ და არ ვიყვებები ისე როგორც მიჩვეული ვარ სწორად, ვიკლებ წონაში. არ მაქვს ეგ წონის პრობლემა, არასდროს არ მქონდა. ხო, არა, ზოგადად ქართველები ეგრე არიან, კინგლაზე რო ჩამოდიოდა იქიდან, მანჩესტერი. ეგ დამოკიდებულია ზოგადად ორგანიზაცია, ხო, ნუ უმეტესობა 90%. ხო, სხვათა შორის შევულების მე რომ ღიპით არა, აი რაც არ უნდა ვჭამო და რაც როგორც არ უნდა დავისვენო, გამორიცხულია რომ წონაში მოვიდა. აი მე ვიცი მაგალითად ერთი ფეხბურთელი, რომელიც ესე პროფესიონალი ხა ნაკრების შეიძლება არ უნდა რომ დავასახელო და იმიტომ არ ვამბობ. ძალიან რეჟიმისტი, ყველა ასე ახასიათებდა, მაგრამ უბრალოდ ორგანიზმი ქონდა ისეთი, რომ იმატებდა რა. და ვერაფერი ვერ უშველა რა და ვერ გახდა, იმიტომ ხო რა. და შეიძლება არის ეგეთიც კი, მაგრამ მაინც ვფიქრობ რომ თუ ივარჯიშებ სწორად თუ იყვებები რაღაც ჰორმონებია დარღვეული ორგანიზაცია დამოკიდებული რა თქმა უნდა, მაგრამ მიხედვა უნდა მე. ხო, რა თქმა უნდა. საუკეთესო პარტნიორი ყავს ვინმე? როგორ? პარტნიორი, აი ვისთანაც გიყვარს თამაში. ნაკრებში იძახი. გინდა ნაკრებში გინდა ისე. აგერ შოთა არველაძეს ყავდა კინგლაძე ისეთ, ხო, რაღაცა ისეთ პას დაუხატავდა. კინგლაძისნაირი გუნდელი არ მყოლია. ხო, ეგეთი კონცერტი. კარგი. ესე გამორჩეულად არ ვიცი რა. აი მაგალითად აი ესეთი რა. აი 21 წამდელებში მაგალითად ოდიშარიასთან ისეთ პასებს აკეთებს, რამდენი ასისტია გაკეთებული, რომ მაინც ფიქრობდი, რომ მაინც სადღაც მომცემდა. იყო ერთი პერიოდი თუ გახსოვთ ქუთაისში რო ვეთამაშეთ და იქ რო არ მომცა, რო ვერ დამინახა. ხო. თორე ისე ძალიან მაგარ პასებს აკეთებს. და არიან კიდე ფეხბურთელები, ვისთანაც ხაი მე ტყუპები ხო, ვართ 9 წლიდან ერთად მოვდივართ. ხო, ნუ რო იცის რომ გძნობს სათხარ რომ ისე რომ ერთი ფეხბურთელი გამოვარჩიო ვისთანაც აი რომ 100% ეს მყავდეს და ის ეგეთი არ მყავს. კინგლაძისნაირი გუნდელი ვინმე მეყოლება. კინგლაძისნაირი გუნდელი შენ კი არა, ბევრს. კინგლაძისნაირი გუნდელი ხო, მართლა. ჯერ თანჯერ პატარა ხარ 22 წლის ხარ, ეგეთ გავითვალისწინოთ. მოსვაშოვის 22 წელიც რაღაც აღარ ითვლება ისეთ ახალგაზრდა ხარ, მაგრამ ისეთი თაობა მოდის 16-17 წლის ბიჭები არიან. სამაგეროთ რამდენი ხნისებია აქ ჩვენთან? ჩვენთანაც არის, მაგრამ მე ვიძახი ევროპის მასშტაბით. სამაგეროთ ასაკობრივი ის გაიზარდა ზღუდე, ადრე რომ 20 საბჭოთა კავშირში ეგრე არის, 20 წელს გადაცდებოდი და მე უკვე გაწვეთებდნენ ყურში რომ დაბერდა და ეხლა რას ამბობ რა 30 წლისები იწყებენ თავს. ხო. სხვადასხვა არის ეგეთები რომ აი ძალიან გვიან ასაკშიც მიდიან უკვე ტოპ ლიგებში. ეხლა პირიქით გაიზარდა ეგ ისენი, ბოლო წლებში გაიზარდა ეგ. ისე ალბათ იმიტომ ისე ამაღლენების გაუმჯობესებით და ფეხბურთიც თუ უფრო სხვანაირია. აგერ ყავს ახლა რონალდო. ზარმაცი ვეღარ ითამაშებს დღეს. და ესეთი ესაა. არა ხო გამორიცხული. დღეს ზარმაცი ფეხბურთელი. აი ნიჭიერი შეიძლება იყოს, მაგრამ აი რამდენად ნიჭიერი უნდა იყოს, რომ თუ არ იცხოვრა სწორად და თუ არ ივარჯიშა, რომ ითამაშოს. ხო, ადრე შეიძლება და კიდე ცოტა ესეთი ჭრდილში დგომოდა ეხლა. გიორგი, მოდი ისე ნაკრებს მეუბრუნდა და რამას ვაანძაზე მე და ცალკე კითხო რა. გითხარი რა, რამაზე ერთი სიტყვა. როგორც ტაქტიკოსზე და როგორც ფსიქოლოგზე რა. ჩვენ გონია რომ მაგარი мотиваტორია. რა იქ გასახდელში რამე გიპნოს გიტარები რაღაცა. мотиваტორი და აი როგორც ტაქტიკოსიც საერთოდ ეს. აი ფიქრობ რომ აი ევროპის ტოპ 3 ლიგაში
რომელიმე კაი გუნდში ძალიან მარტივად შეუძლია წაიყვანოს. აი რა მაგალითად აი ისეთ ხანდახან ისეთ რაღაცას იტყვის ხოლმე ტაქტიკურად, რომ აი რამდენი ტრენერი მყავს გამოცვლილი, ერთი წამით არ მაქვს ნაფიქრი, რომ აი ეგეთი რაღაცაც შეიძლება. რავი. რო აი მაგალითად წინა 21-ით როგორი შედეგი დადო და ერთი კონკრეტული რო გითხრა რამე. ეხლაც აი მაგალითად საფრანგეთთან შუა დავკეტეთ და მივეცით უპირატესობა ფლანგზე. ანუ შუაში იმაშვებოდა. კი, აი მაგალითად ფლანგის შემტევები ვინც იყვნენ, გიზი და ოდიშა იყო, მე მგონი თუ სწორად მახსოვს, მე გიზი და ოდიშა ვიყავით. ხო ვიყავით 4-3-3-ით, ხო ვიდექით. ორი საყდენი ხო დააყენა. და იმას ხნა ეს გიზი და ოდიშაც საყდენებზე შემოწია და შუაში კეტავდით და უაზრევდით ფლანგზე უპირატესობა და ისეთ მომენტებს ვეღარ, იმიტომ რომ მამამდე ქონდა ხო უყურებს ახლა თამაშებს და იცოდა რომ უმეტესად 7-დან მიდიოდა შეტევა, ხო. და მივეცით ფლანგზე უპირატესობა. მეორე ტაიმში შეცვალა რადიკალურად და სხვანაირად ვეთამაშეთ და მე უფრო უკეთესად დავიწყეთ თამაში და გავიტანეთ 2 გოლი. ხო, მეორეში საერთოდ სხვა გუნდი იყავით რა. აი ეგეთი რაღაცები გვაქვს სხვათა შორის, რომ შევსულავთ პირველი ტაიმის მერე რაღაცა 70% ქონიათ სიტყვაზე ბურთისფობა იმათ და მეორე ტაიმში გამოსულა და მოგვიგია თამაში. თანაც ეგრე არის. ანუ გათვალა ის რომ ორივეს ვერ გაწოდება ეხა ის ძალებით ხოლმე გაითვალისწინო. რეალისტი არის. არ არის ის რომ რაღაც ფანატიკოსები რო არიან, აი ორივე ტაიმი 100% ჩვენ უნდა ვფლოთ ბურთი და ჩვენ უნდა ვქონდეთ ჯიგრით ბიჭებო. იცის რა, რომ შეიძლება ბიჭებო იმათ ქონდეთ რაღაც დოზით უპირატესობა შეიძლება ბურთის ფლობაში გვაჯობოთ. მაგრამ მოდი ამ ხრივ ჩვენ ვაჯობოთ. ანუ აქვს ის რეალისტური რაღაცა. იმიტომ რომ რეალურად უყურებს ყველაფერში შენ ფრანგებს ვერ გაწოდები ხო? რა თქმა უნდა. რაღაცა უნდა დათმო. რო ესენი უპირატესობა გამი აქვს იმხელა, რომ გააკეთებს ისე შეცვლილ. სასაცილო ამბავს გეტყვი ერთ ქართველ მწვრთნელზე, რომელიც ასაკი იყო 17-19 წლამდელები, აღარ მახსოვს თუ ახალგაზრდული. ჩვენი პორტუგალიასთან მქონდა თამაში და წააგეს 4-0 თუ 5-0, მაგრამ წააგეს მოკლედ რა და თამაშის მერე ეს ქართველი მწვრთნელი და პორტუგალიის მწვრთნელი შეხვდნენ ერთმანეთს. და ამ ქართველმა ბიჭები ომშივრები არიანო, წყალი არ დაულევიათო, შუქი არ არის, გაზი არ არის, ის არა ის. მე რომ პრესინგს რას მეთამაშებო? ჩაჯეკიო. პრესინგს რას მეთამაშებო? მე რომ დაჯეკიო. ხო, აი გაიგო მაგას ვიცახი რომ რეალისტობაზე გამახსა. ხო, რა რეალისტურად უყურებს ყველაფერს რა. ეხლა მართლა ვერ ეთამაშები საფრანგეთს 90 წუთი, ვერც პრესინგს და ვერც ბურთს ვერ დაუჭე. რაღაც დოზით უნდა მიცე შეიძლება ბურთის ფლობა რაღაცა და შედეგებზეც აისახება ხა რამას ვანაძეს ვის აქვს მაგ ხელა შედეგები დადებული 20 წლამდე. ხო არა ჩვენ გინდა წინა 21-ში და ეხაც ფიქრობ რომ მართლა ღირსეულად ვიასპარეზეთ და აი რაღაცა რომ აი წავაგეთ და რაღაც თავჩახრილები არ ყოფილვართ, იმიტომ რომ მართლა ვიცი რომ ყველა თითოეულ ფეხბურთელი ვინც 5 წუთი ითამაშა თუ 90 წუთი ითამაშა 100% დაიხარჯა ყველა. უბრალოდ რაღაც მომენტში არ გაგვიმართლა და რაღაც მომენტში შეიძლება გამოცდილებამაც დიდი როლი ითამაშა, რომ არ ვიყავით იმ ხელა გამდენი ეგეც ყველაფერი ერთმანეთს დაემატა ამ საფრანგეთს. აი მაგ 5 წუთში დაემატა ყველაფერი ერთად. არა და რა მაგარი იქნებოდა, ახლა წარმოიდგინე პორტუგალია ყავს ჯგუფში საფრანგეთი და მაგარი პოლონეთი და ორი ტურის მერე გასული ხარ. და საფრანგეთი ჩატარებული და პორტუგალიასთან აღარ გადიხარ რა საკავაში. წარმოიდგინე როგორი მაგარი ის არის. ერთი მაგარი ის უნდა მოყვე, სხვათა შორის ვინ მომიყვა ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ვიგრძენი რა იმ პერიოდში ძაღლი რო შემოვარდა პორტუგალია ჰოლანდიასთან. რო ვიგებდით მაგ თამაშს და ერთი რო გავედით რა 20 წლამდელთა ევროპაზე. ხო, 20 წლამდელთა ევროპაზე. ზუკამ რო მაგარი გოლი გაიტანა რა. ხო, ხო. მანდ მეორე ტაიმში ორჯერ შემოვარდა ძაღლი. და ის ძაღლმა იმდენად მაგარი როლი ითამაშა, ამოგვასუნთქა. მაგრად გვიტევდნენ. შეიძლება ძალი ჩემოუშვეს რა. არ არის გამორიცხული. ისეთმა მითხრა რომ შეიძლება მართლა შეიძლება ძალი ჩემოუშვეს. ხო. თან ახლა ორჯერ თუ შემოვიდა არა, ძალიან სასწაულად გვიტევდნენ და ეხა ამოვისუნთქეთ რა. საქართველოს ჩემპიონატში იყო ეგეთი რამე შემთხვევა იცი და ეს კაცი შემოუშვიათ თუ რა. არა, არ ვიტყვი ახლა იმას. ყველია როგორ იცი რომ რაღაც მეტოქი რო უტევდა ბურთს დაარტყამდა და შეაგდებდა იმაში, რა ქვია. ეგ ერთხელ ხო სკანდალიც მოხდა, ეხლა ძალიან გამკაცრებულია ბურთს დაარტყო რა 6 წამზე მეტი მეკარისაც არ უნდა იჭიროს ბურთს. და ეს იმაშობოდა რა, ეს მეტოქე რო თავის გუნდს უტევდა და უკვე გაძლებაზე იყო, ესე დაარტყამდა შეაგორებდა ბურთს. ხუდია დაუძახევდა ბურთს. ამ მომენტი იყო პოლონეთთან თუ გახსოვთ
ყვითელი ბარათი მქონდა აღებული. ეგ მენდოდა რა მეკითხა რა. შეგვაშინე. ამას თქვენ კი არა მეც ანუ იმ წამს ისეთი მომენტი იყო რაღაც მაისურაძეც გადარჩით მაგრად იქ რა. მაგრამ მე ძალიან ისე გადავრჩი. ყვითელი იცი როგორ არის ეს პირველად აი მართლა პოლონეთთან ვინც იყო მსაჯი რავი რამდენი ბარათი ამოიღო არ გვათამაშა ფეხბურთი სუ ბარათი თან შეპასუხებას არ შეგიძლია. პირველ ტაიმში კაპიტნის გარდა ვინმე რომ მივიდა სო. ძალიან სუდად იმსაჯა პირველი ტაიმი. ძალიან ყველა გააყვითლა ვაფშე და მეორე ტაიმში რაღაცა ყველა ფრთხილად ვარ რაღაცა და ეგ მომენტია რა ოთონ პასი მომცა და თამაშგარეო თუ გადავიდა თუ რაღაცა იყო და დავარტყი ბურთს. თან პოლონებმა ხო დაიწყეს ყვირილი და ეს მორბის და ესე გააკეთა და ალბათ უთხრეს ყურში რომ ყვითელი აქო რა. და აი რო წამოვიდა და მეთქი გთხო მეთქი ბოდიში მე თან დავიყვირე და მეთქი შენ არა მეთქი ოთოს უყვირი მეთქი რა და ანუ კარგაში ამბობაზე რა don't be stupid მე მეუბნე საფრანგეთთანაც შემოეგდო ვინმეს რა ძაღლი შემოეყვანა რა აი მან დრო გავეწითლებინე აი მართლა აქ რა ვეღარ მიშვერე და ერთ ფსიქოლოგი და ვეღარ მაისურაძეც ხო დაახლოებით ეგრე იყო რა ყვითელი ქონა და რაღაცა ისქნა არა მაისურაძე თამაშის პროცესში იყო ხო ნუ მე ეს თამაშგარე იყო ბურთს ამოვარტყი და ამას მაის კი შენ იქეთ ბროკაზე და ეს აქეთ რამასთან ახლოს იყო და რამას ზახა თამაშს მე გადავრჩი თუ რასაკეთებ აკონტროლე ემოციები ხო და ეგ მე იმ წამს არ მახსოვდა რა ყვითელი ზოგადად არ მახასიათებს ეგეთ რაღაც არაზოს წითელი ბარათი არ მიმიღია ეხლა რო ვთქვი ეს წითელი ბარათი არ მიმიღია თქო ეხლა გავალ და სადღაც მეჭველი გაარტყი სამჯერ და არაზროს და ყვითელი ბარათის რაღაცა შელაპარაკების გამო რა ძალიან იშვიათად რო ესე რა უხეშ მოთამაშე ვარ სხვათა შორის მაგრამ ისე რომ აი ყვითელი ბარათი რაღაც წკიბზე არ თამაშობ ხო ხისტი მოთამაშე ვარ მოჭედავა ხო კარგი ესა მაგრამ პოლონეთთან ამათან მეშინოდა უკვე მე საფრანგეთთანაც მეშინოდა მეორე ყვითელი ბარათზე პორტუგალიასთან ტოვებდი ორი თერზე უკვე კი დავიწყე მაგრამ მეორე რო გაგვიტალის უკვე ფრეზე ხო იცი არ ყოფნიდა ფრეს წააგებდი თუ ფრეს თამაშები ხო ფსიქოლოგიური მომენტი იყო რომ რთული იყო ძალიან ეგეთი არა უშავს იმათ მაგალითად გამოგადგება სამომავლო 21-ები აღარ მოგვიწევს არასდროს მაგრამ დიდები ეროვნული მოგვიწევს არა შენი მომდევნო მაგაზე წდება გული რომ აი იმდენად კარგი უნდა ვიყავი და იმდენად კარგი ურთიერთობა გქონდა ერთმანეთთან რომ აი მართლა მიხარო და ერთი სული მქონდა ხოლმე რომ ჩოდოდის ჩავიდოდი 21 წამდელებში რა იმდენად კარგი ურთიერთობა გქონდა ხან მაფიას თამაშობდით ხოლმე საღამოვით ხან სულ რაღაცას თამაშობდით ხოლმე და კი გეტყობა ეს რომ აი მათ ყველაფერმა ითამაშა აი სტადიონს გარეთ რომ ოთახებში არ ვიკეტებოდით და ცალ-ცალკე არ ვიყავით და სულ ერთად ვიყავით სულ აი ვფიქრობ რომ 90% აი მანგანი ითამაშა აი პრინციპში მაკედანაც იწყება და შემდეგ გადადის უკვე ტაქტიკურ დაფა და სამზარეულოდან იწყება რაღაც ძალიან ისეთ რო გიყვართ ერთმანეთ კარგი ურთიერთობა რო გაქვთ ერთმანეთთან უფრო მეც საკეთებს ერთმანეთისთვის სტადიონზეც რა გავედით ნელ-ნელა ბოლოში გიორგი და ერთი ესე მინდა რა კითხო ალალად რას ველოდოთ ჩემგან წაღან კითხვი რომ ესა და მომეწონა ეგ ნათქვამი რომ მზად ვარ ეროვნული თვისო და ესე ალალად მითხარი რა რას ველოდოთ ეხლა ამ გადაცემას ბევრი მაყურებელი ყავს და მათ შორის ბევრი პირადად შენი გულჩემატკივარი და ჩვენს გვინდოდა რომ აკოფილიყავი და მადლობა რომ მოხვედი არა მადლობა ვითხარი რას ელოდოს ქართველ გულჩემატკივარი ეხლა ჩემი მიზანი რაც არის და მე რაც მინდა მართლა გულით და რისკენაც მივისწრაფი არის მინდა რომ სერიაში ვითამაშო წელსვე მინდა რომ ვარიანტებიც არის კი აი მამუკა ჯუღელი აგვარებს ყველაფერზე ნუჩაერევა საქმეში გადაშორის თუ იტყვის ხოლმე 100% გაკეთებული ისეთი ადგილიდან გამიკეთა რომ აქიდან უფრო მარტივია და მინდა რომ ეროვნულ ნაკრებში ვითამაშო გონი სექტემბერში არის სოფლიოს საკვალიფიკაციო კი ბატონო და ჩემი მიზანი არის რომ აი სერიაზე მეტად ჩემი მიზანი არის რომ მანდ ვითამაშო რა სხვათაშორის საფრანგეთში იმასთან რა ქვია სად იყო ეს სლოვაკეთში იყურებდა ესა იყო კი ყველა იყო სხვათაშორის მთელი ეს იყო რა სტაფი იყო მთლიანად ნადია ჩაინიშნავდა და ეგ არის ჩემი მიზანი რომ ეროვნულ ნაკრებში ვითამაშო ერთი თამაში გამოგჩა და მინდოდა მეკითხა იმ თამაშზე და ველოდ დრო არ მომეცა აი ხორვატიაში რის ხარჯზე მოახერხეთ ის რომ იმხელა წნეხი მე ხო წარმომიდგენია თან ხორვატები წაგებას როგორ ვერ ეგვებიან კარგი გუნდი იყო ძალიან კარგად თამაშობდა ხო ხორვატია წნეხი რა იყო იცი ან მახელადონის თამაშ თამაშობ
არ ვიყავით ახლა ისეთი გამოცდილი ფეხბურთელები და გაგიგებ, უცებ გაგიტანეს, ფრე, მე რეაგებ, მე ისევ აი წნევად და ბოლოს რა გაუშვეს, ბოლო იმაზე, რა ქვია, მოგებული. ხო, მოგებული თამაში იყო და წარმოიდგინე და თან 120 წუთი დავრბივართ, აი აღარ შემიძლია, ცუდად ვარ. იქიდან ცენტრალურ მოაქვს ბურთი რა, სადღაც 117 წუთია თუ რაღაცა და აზარავი მიყვირის კვერნა ჩამოდიო დამეხმარეო და აქედან უყვირი აზარ არ შემიძლია, ანუ აღარ მიშვერდა რა, 118 წუთი იყო, ვეღარ გავრბოდი იქიდან იმას უჭირდა, აქედან მე მიჭირდა, ვეღარ ვეხმარებოდი და მერე პენლები დაიწყო, იქაც ვაგებდით პირველივე გავმაზე და აი რავი მართლა. მაკედან ჩაასრობით, აი მან მაინც გაგვიმართლა. გაუტეხელი გუნდი როა. რა ქვია. ხო, ხარატიშვილმა. რა ჩაიდგა. გაუტეხელი გუნდი. აი როვერ დადიხარ მოედანზე რა, პასეს გაკეთება არ შეგიძლია. პენალტს როგორ დაარტყამ, ხო? მე თამაშის მერე პენალტები რო. თან აწარმოდგინე რომ იცი როგორ ხია. 3 მეტრაში პასეს გაკეთების თავი რო არ გაქვს. ვეღარ გარბოდი და 120 წუთი რო დარვიყარ. თან ეგეთი ანუ აუ ვიჭველი უნდა ირმინო რა, აზრი არა აქვს, რა ტკივა არ ტკივა დაღლილი ხარ. მან უკვე ყველაფერი უნდა დაება და ევროპა თუ გინდა ხო, აი ეგ არის რა და ფეხბურთსაც თავისი ღმერთი ყავს და სამართლიანია ხოლმე ბოლოს საფეხბურთო და აი სხვათა შორის ძალიან ცუდი იქნებოდა რომ ეგ თამაში წაგვეგო აზაროვის გაფუჭებული პენალტით რა. რომელიც მართლა ერთ-ერთი საუკეთესო იყო მინდორზე და არ დაუშვა ღმერთმა ეს უსამართლობა და სხვათა შორის აი ეგ ფიქრი მქონდა იქ რომ აი მართლა ყველამ სხვათა შორის აი პენლების მომენტ რომ აზარო გამაზა ყველამ თავის განვლით ცხოვრებას გადახედა რომ რამე ისეთი ხო არ გვაქვს დაშავებული ნიზრაო შეიძლება თავის საკუთრებო მაგარ გვიწიოს და საბოლოო ჯამში არ ვქონია ესეთი არაფერი დაშავებული რომ მაგაზე ერთ პატარა ისტორიას მოვყვები რა დიდი ხანი არა იტალიის ნაკრები სამჯერ ზედიზედ წააგო პენალტებში 90 94 98 და ნახე რა მოხდა 90-ში პენალტებში წააგეს ბაჯო არგენტინასთან არა არა არგენტინასთან წააგეს და გადამწყვეტ პენალტს აპუჩებს 17 ნომერი რობერტო დონადონი ნუ იცი რა თქმა უნდა და 17 ნომერი იმის შემდეგ იტალიაში გახდა შენ კი გეცვა პროზინონეში მაგრამ 17 ნომერი თელავში 17 მეტრა და გახდა თას ასე ვთქვათ იტალიაში 17 ნომრის ჩაცმა არავის არ უნდოდა და ნაკრებში და 94-ის მსოფლიო რომ მოვიდა რომ ახლოვდებოდა ნომრები ხო გაანაწილეს და ყველას უნდოდა 10-იანი ყველას უნდოდა 7-იანი ყველას უნდოდა ის და მწვრთნელმა თქვა რა საკიმ ავარჩიოთო ოღონდ ჯერ იმას ვქნათო რა ქვია და 17 ნომერი მოვიდა ბაჯოს წარმოიდგინე და გამარჯვა არა არ ჩაიცვა ბაჯომ იმ თქვა რომ ბაჯოს 10 არის ხო 10 ეცვა და უბრალოდ საკიმ თქვა რომ ბაჯოს და ბარეზისო არ ეხებათო ბარეზი იქნება 6 ნომერი ბაჯო იქნება 10-იანი დანარჩენი გაანაწილეთო და ნუ ბედმა მაინც იმას ქნა რა 17 ნომერი უნდა წმოდა და მაინც ბაჯომ გააფუჭა პენალი რო გააფუჭა მე მახსოვს ტრამვიანი იყო ხო მახსოვს რა მაქვს დანახი ფილმი და რაღაცა და ეგ ეს იყო რა მაშინ იყო მთელი მსოფლიო ტრაგედია იყო რა ხა ბაჯო ხო იცი რა ხა იტალიაში ნუ ხო ღმერთია რა და იტალიაში კი არა ტრამვიანმა ითამაშა ხო ისე რა ეხა ფინალამდე მაგარი მიიყვანა და ხო მე ხა იტალიური ფეხბურთის კომაგა დაუყურები და სულ 1-3-4 იტალიელი მყავს ვინც ეს და ნუ ბაჯო მათ შორის რა ხა წარმოიდგინე რადონის ფეხბურთელი და მოუწა ცენტრალ თავისუფლებას გამახდნენ და აი რონალდოზე რო ვლაპარაკობდით და ვინ არის შენთვის აი ყველაზე მეტად რო ვუყურებ აი სიამონებს ბრაზილიელი რონალდოს ყურებ. გენაცვლიჭას რონალდოსი აი წეგანაც მე თავიდან რო დაიწყე რონალდო კლავს ესე იგი მისაბაძე რონალდო და რონალდო და ვიღაც გადაწერა რა თქმა უნდა ეხლა მართლა იმ ხელა რაღაცა გააკეთა რომ როგორ შეიძლება თქვა რომ აი როგორ შეიძლება საერთოდ შეადარო აი მესი და რონალდო რაღაც ანდრის რო უბრალოდ გემონების ამბავია რა ვფიქრობ რა ამათი არაფერი და უბრალოდ ეს აი ღმერთმა როგორ ისქნა რომ ორივე ეპოქაში დაბადა და რონალდოსაც ნათქვამი აქვს რომ აი მესი რო არ ყოფილიყო შეიძლება ის დონე ვერ ეთამაშა რაც ითამაშა ის მესი აძლევდა მოტივაციას და აძლევდა რომ კონკურენციაში შესულიყვნენ ერთმანეთში და ის იყო ხო რაზე უნდა მეთქვა მას წინ იყო გადაცემა და ანრის კითხეს ესეთი რაღაცა გაგიჟდა ანრი რა გადაცემა ხო მიყავს და ხო აი ამ რონალდომო არ დაჭრდილაო ის რონალდო და კაცი ლამის ამოხდა იქ რა დაჭრდილაო ხო არა ეს ფენომენი როგორ დაჭრდილოს თუ ხო ახლა ვინ უნდა მოვიდეს ესეთი რომ მესი დაჭრდილოს აი ხა იამალმა რა უნდა ქნას ეგეთი აი ხო ძალიან მაგარია და საოცრებებს ჩადის მაგრამ
როგორ შეიძლება ძალიან მაგარი იყოს და მაგრამ ვფიქრობ რომ მაინც მაგხილადონე რო ითამაშო ხო აი ფსიქოლოგიურად უნდა იყოს რაღაცა აი ხო რა თქმა უნდა კინა რო იცი რომ ის არის და იქ უნდა მიხვიდე ხო აი მაგხილადონე სტაბილურად მაგდენი წელი რო ითამაშო 20 წელი აი არ ვიცი წარმოუდგენელია მე მართლა ალბათ შეუძლია რა მილიარდში ერთს ეხლა ნახე იმასთან PSG-სთან რა პასი გააკეთა სუარესმა რო ვერ გააჩერა ისე ვაი აი ის აქვს რა გიორგი გავეთ ბოლოში ძალიან დიდი მადლობა მადლობა თქვენ მოგრობისთვის წარმატებებს გისურვებ და შენი და შენი თაობის იმედი ძალიან სასიამოვნო კაი მოსაუბრე და მადლობა თქვენ მოწვევით თავარია კარგი მოთამაშე კარგი მოთამაშე მეც გიყურებთ ხოლმე YouTube-ზეც Facebook-ზეც დახულობ და წარმატებებს გისურვებ იცოცხლე და დიდი მადლობა მადლობა თქვენ